ეთერ დარჩიძე, ქალი, რომელსაც სიმღერის სიყვარული ბავშვობიდან თანსდევს. ეთერი გაიზარდა მუსიკოსების ოჯახში, მისი მშობლები არა მხოლოდ მღეროდნენ, არამედ თავადაც ქმნიდნენ ძველი ქართული ფოლკლორის ნიმუშებს, როგორც მემკვიდრეობას, რომელიც თაობებს უნდა შემორჩენოდა. სწორედ ეს უსაზღრო სიყვარული მუსიკის მიმართ გახდა შთაგონების წყარო, რომ მასწავლებელი გამხდარიყო. დღეს ეთერი მომავალ თაობასაც ასწავლის ამ ყოველივეს, რომლითაც თავად გაიზარდა. სჯერა, რომ სანამ ბავშვები მღერიან ძველ ქართულ სიმღერებს, საქართველოს გადაშენება არ უწერია. მისი ზღაპრული მუსიკალური ამბის შესახებ მარიამ იმედაშვილისა და ზაზა ძიგოშვილის სიუჟეტიდან უნდა გავიგოთ ახლა. ჩემადიამ ჩემმა კაკამ მან მომიტანა ოხო ხორიალალე და თითელ პერანგა როდესაც დედასთან ერთად მღერივართ, მაშინ დრო ჩერდება და ბრუნდებით ბავშვობაში. ტკივილის გადამატანინა, ჯავრიც მომიხსნა, აი ბედნიერი წუთები და ბედნიერი ცხოვრების გზაზე დამაყენა. სიმღერით ვსაუბრობთ, სიმღერით დავდივართ, სიმღერით ვსაქმიანობთ, სიმღერით მოქმედებთ, მოძრაობთ. დეკემბერში 100 წელში მისროლე. ქრუგაი, მარიუბაი, ბოგრუმაი, შარაბაი, ხორცე. ყარაყი შრუმუძახიან მივწრული მომენტი მაშინ. ჩვენ ოჯახში სიმღერების ტრადიციები იყო, არის, იქნება და არ მახსოვს არც ერთი დღე, არც ერთი წუთი სიმღერის გარეშე. დღეს კიდევ მინდა რომ ვიმღეროს დედაბერკალმა. ჩემ ბადიშების ერთად. შვილებმა ხო? შვილების ერთად აგერ ავთოი ბადრი. მაშინ ეხლა გავიდეთ გარეთ და ბადრისთან და ავთოსთან იქ პატარა წავიღიღინოთ ეზოში. დაცხადედამ შენ გაგზავნე ყურბანი ხელებში დალი დალი დალა დოლა დალი დალი დალდო დალი დალი დალა დოლა დალი დალი დალდო ამ სახლში ვიზრდებოდით 6 დედმამიშვილი, ჩიტების ჭიქჭიქსაც კი ხმას უთავსებდით ბავშვობაში, თითქოს ერთ ხმას ჩიტი ვღეროდა, ერთ ხმას ჩვენ. ოჯახში ხშირად ჰქონდა ფუფუნება, რომ მამისგან, დედისგან გვესწავლა ისა თუ ის ნიმუშები. დედა ეხლა ასაკში არის მართალია, მაგრამ როდესაც ჩვენი დაძმები ამ ეზოში ვიკრიბებით, აი გვახსენდება მთელი ჩვენი ბავშვობა, მთელი ჩვენი გატარებული კალკის ჟიამული წლები და თითქოს გვიახლდება ეს ყველაფერი და ვართ ძალიან ბედნიერი ამით. ჩემი მიმართულება არის ძირითადად ფოლკლორის ტრადიციების გაგრძელება. 6 წლის ვიყავი, როცა ხალხურ ფანდურზე დავიწყე დაკვრა, გადავედი ინსტრუმენტების შესწავლაზე. სიმღერის გარეშე ყოფნა არ შევიძლია. იმდენად მიყვარდა სიმღერა, მუსიკა, ტრადიციები და ეს ყველაფერი, რომ აი მინდოდა, რომ ეს მომავალი თაობისთვის გადამეცა და ამისათვის გავხდი მასწავლებელი. დღესდღეობით მუშაობ ფოლკლორის მიმართულებით. ჩემს ანსამბლს ქვია ანსამბლი ჰანგები. მრავალი თაობები გამიზრდია. ჩემი მიზანი არის უმთავრესად რომ თითოეულ ბავშვი ჩამნერგო ის სიმღერისადმი და შემოქმედებით მხარეების სიყვარული, რაც ჩემს გულში მქონდა ბავშვობიდან. ქართული ხალხური სიმღერები, ტრადიციული მრავალხმიანობა არის ძალიან ძვირფასი განძი ჩვენთვის და როდესაც ბავშვები სწავლობენ ამ მრავალხმიანობას ხალხური მუსიკის, უფრო და უფრო სიღრმისეულად უყვარდებათ ეს საქმე. ჩემთვის უმთავრესი ამოცანა არის ძალიან ბევრი ბავშვი ვაზიარო ქართულ ხალხური ხელოვნების გზას და ფოლკლორულ ნიმუშებს. რადგან ჩვენი ქართული ხალხური სიმღერები ძალიან დიდარია თავისი წარმომავლობით და აი ამოდენა ბავშვი რომ ქართულ ხალხურ სიმღერას შეასრულებს და იმღერებს,
ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწევია. ჩემთვის ყველაზე მთავარი არის იმდენად ამ საქმისადმი სიყვარული გამაჩნია, რომ ძალიან ბევრი ბავშვი დავაკავშირო, თაობები გავზარდო და ჩვენს ქვეყანას გავუზარდო ძალიან კარგი გოგონები და ვაჟკაცები.